ამასთანავე არის მსხვილი მოთამაშეები, რომლებიც მოგვარება რა თქმა უნდა რთული იქნება. მე მექნება ესეთი წინადადება რა თქმა უნდა. არ ვიცი, კიდევ წავიკითხოთ დარიგებული გახდა. კონკრეტული დასკვნაში დასკვნას მეჯერ არ გავსწრებია, გავისწრებია კეთვით რამდენად ეთაპები კონკრეტულ მოსაზრებებს აღნიშნულთან დაკავშირებით. Ჩემს პირ მომზადებული იქნა კანონპროექტი, რომელიც წარუდგინდა დღეს პარლამენტს, რომლის თანახმადაც გარევაჭრობის პრობლემები უნდა დარეგულირდეს, გარევაჭრობის პრობლემების ცივილიზებული სახე და შესაბამისად ამოცანა უნდა იყოს არა გარევაჭრობის დევნა და მათი საქმიანობის აკრძალვა, რაც მათთვის ერთ-ერთი შემოსავლის წყაროა, არამედ ამ სფეროსათვის ცივილიზებული თანამედროვე სახის მიცემა, ისე როგორც ეს არის ყველა განვითარებულ სახელმწიფოში. კომიტეტზე ვიმსჯელეთ ამ კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც გათვალისწინებულია პრაქტიკულად ყველა ასპექტის დარეგულირება, იქ დაწყებული სანიტარული და დასრულებული ვიზუალურით, რომელიც გარევაჭრობას მიცემდა მისაღებ სახეს და ამასთანავე ამ ადამიანებს შრომის საშუალებას შეუნარჩუნებდა საკუთარი ოჯახის რჩენისა, ხოლო საქართველოს მოსახლეობას ნახევარზე მეტს იაფი პროდუქციის მიღებისა. ამ ეტაპზე კომიტეტმა საბოლოო პოზიცია ვერ ჩამოყალიბა. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ისინი მხარს უჭერენ, სათითაოდ ყველა წევრმა განაცხადა, რომ მხარს უჭერენ ამ კანონპროექტს, მაგრამ აქვთ გარკვეული ძირითადად ტექნიკური ხასიათის შენიშვნები, რომელთან დაკავშირებითაც ვაპირებთ გავაგრძელოთ სამუშაოები და იმედი მაქვს, რომ ეს ხელისუფლება წინამორბედებისაგან განსხვავებით უახლოეს პერიოდში ალბათ უახლოეს ერთვის ვადაში მაინც მიიღებს საბოლოოდ კანონს, რომელიც გარევაჭრობას ლეგალურ საქმიანობად გახდის. კომიტეტმა მხარი დაუჭირა ამ წინადადებას. ესე იგი ჩვენ ჩამოყალიბდით იმაზე, რომ ინტენსიური იქნება მუშაობა და მიიღებს ეს წინადადება საკანონმდებლო ინიციატივის სახეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, დარეგულირება ჭირდება ამ საკითხს, ეს არის სოციალური საკითხი, ეს არის სანიტარული საკითხი, ეს არის ზოგადად საკითხი იმის ასევე ეს არის საკითხი თვითმმართველობების უფლებამოსილებისა და პირველ რიგში ეს არის საკითხი იმ ადამიანებისა, რომლებიც ამ საქმით არიან დაკავებული. ამას ჭირდება რეგულირება ცხადია, მაგრამ ამ ადამიანებს უნდა მიეცათ შესაძლებლობა, რომ მათ თავისი წირის შემოსავალი რომელიმე რაღაცა ფორმით მიიღონ. დღეს იქნა დარგობრივ კომიტეტზე განხილული საკითხი ბატონი ლაშა ხარტიშვილის წინადადება იქნა წარმოდგენილი გარემოვაჭრების შესახებ კანონპროექტის ინიციირების თაობაზე. კომიტეტმა იმსჯელა ამ საკითხზე, იყო გარკვეული სახის შენიშვნები თვითონ კომიტეტის მიერაც გამოთქმული. ჩვენ მოგახსენებთ ჩვენი სამინისტროს პოზიციას, რომ რა თქმა უნდა საკითხი არის ძალზედ მწვავე, აქტუალური და გადასაჭრელი უახლოეს მომავალში. უბრალოდ დღეს საუბარი იყო მხოლოდ წინადადებაზე, ანუ როდესაც მოხდება უკვე ამ წინადადების თვითონ კანონპროექტის სახით წარმოდგენა შესაბამის საკანონმდებლო აქტებში მოითხოვს ასევე ცვლილებების განხორციელება. ჩვენ მზად ვართ, რომ უკვე კომპლექსურად ჩვენი სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ვითანამშრომლოთ ბატონ ლაშა ხარტიშვილთან და კანონპროექტმაც მიიღოს უფრო სრულყოფილი სახე.